ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ბიძა დაკავებულია. ლევან თუმანიშვილი ეჭვმიტანილია უკანონო ხეტყის მოპოვებასა და რეალიზებაში. როგორც მეცხრე არქივის ხდება, ცნობილი თუმანიშვილის წინააღმდეგ ჩვენება 40-მდე ადამიანმა მისცა. რას გემითხდებოდა ხეტყის მასალის მოპოვება შპს ტაოს მიერ. დეტალები ნახეთ ირაკლი მამალაძის სიუჟეტში. ვანო კი არის ჩემი ძიშვილი და ძალიან სამაყოთაც მიმაჩნია. ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძა დიდი ოდენობით ხეტყის მასალის უკანონოდ მოპოვებასა და საბუღალტრო დოკუმენტაციის გაყალბებაშია ეჭვმიტანილი. ვანო მერაბიშვილის ნათესავის წინააღმდეგ უკვე 40-მდე მოწმემ მისცა ჩვენება. მათ შორის შპს ტაოს მთავარმა, ბუღალტერმა და რეინჯერებმა. ლევან თუმანიშვილის თანამშრომლები დანაშაულებრივი სქემის დეტალებზე ღიად საუბრობენ. ეს იყო მოპოვებული ბილეთები ალბათ, ასე გამოდის და ამდენადაც ეს პიროვნები დაიკითხნენ და ყველა უარყოფს რომ მას არავითარი ხეტყი არ მიუტანია შპს ტაოში და მე კიდე მაძლევდა ბილეთს და მიციცებდა თანხას რომ გააფორმეს შესყიდვის აქტი ამ თანხაზე და მეც ვასრულებდი მის დავალებას და წერდი. მიუხედავად ჩემი შინაგანი პროტესტის ასე გამოვიხადოს და ისა მაგრამ ვერ წამოვედი ორგანიზაციიდან ნანობ დღემდე. უნდა გამოგვეტანა სიტყვაზე 10 კუბური მეტრი გამოგქონდა 15. სიგრძადად ეს იყო ლევან სტეფანიჩის დავალება იყო რომ გაგვეკეთებია ეგრე და მოქონდა ეგრე. შპს ტაო, რომლის მფლობელიც ვანო მერაბიშვილის ბიძა ახალციხის რაიონში ხეტყის მოპოვებას და რეალიზაციას ახორციელებს. კომპანიის წლიური ბრუნვა რამდენიმე მილიონია. ტაოს თანამშრომლები აცხადებენ, რომ ლევან თუმანიშვილის დავალებით ლიცენზიით გათვალისწინებულ პირობებს მუდმივად არღვევდნენ და ტყეს ჩეხდნენ, ხოლო მას შემდეგ რაც გამოძიებას ჩვენება მისცეს, ყოფილი პრემიერის ბიძა სოფლიდან გასახლებით დაემუქრა. როგორ მითხრა და ეგრე მითხრა რა, ნუ თავი დაანებეთ, რომ მომავალში ხო გინდა სოფელი ცხოვრება. ეგ სიტყვები უნდა გადამეცა მე რეზო ზაზაშვილის. ელჰამი ცოდა ვისახელი ყენებდა ვანოს ბიძა რო იყო, იქიდან გამომდინარე ყველაფერს აკეთდა, ყველას ეშინოდა მაგისი ჩერეს ვანოს გამო რა. და ყველაფერს თმობდა ხალხი რა, ვინ გაუბედავდა ზედმეც რა. ხეტყის უკანონო მოპოვებასთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილის ბიძა რამდენიმეჯერ დაიკითხა. მისი დაკავება კი მას შემდეგ გადაწყდა, რაც პროკურატურამ მოწმეებზე ზეწოლის ფაქტები გამოავლინა. ლევან თუმანიშვილის ადვოკატის თქმით, ეჭვმიტანილს ბრალს ხვალ წაუყენებენ. დღეს მხოლოდ ვიცით ის, რომ იგი დაკავებულია და დაკავების ოფისში მითითებულია 303, ეს არის ხებუჩქნარის უკანონო ჭრა და 209 მუხლებით ეს არის ალბის ანგარიშწორება დოკუმენტის დამზადება. ამისათვის არის დაკავებული და ხვალ რაც წაუყენებენ ბრალს ხვალ უკვე ცნობილი იქნება ჩვენთვისაც. ყოფილი პრემიერი და მისი ოჯახის წევრები მედიასთან აღნიშნულ თემაზე საუბარს ერიდებიან. ამ დროისთვის ლევან თუმანიშვილის კომპანიამ ახალციხეში ხეტყის მოპოვება შეაჩერა. სოფელ უდეში შპს ტაოს ხის სახერხი და ოფისები დაკეტილია.